რამდენიმე ვარიანტი ვნახე. მომეწონა. ერთ-ერთი მართლა კარგი იყო. ცოტა პატარაა, მაგრამ ღირს. ზედა სართულზე ოფის გავხსნიდი. ქვედა სართულს კი საცხოვრებლად გამოვიყენებდი. თუმცა ცოტა მეძვირება. აქაც სტამბოლის ფასებია. იქნებ ბევრს იმიტომ მთხოვენ, რომ უცხოვარ. ჯიმშიტი მარტო ცხოვრების უფლებას არ მოგცემს. აქ დიდი სახლი ერთად იცხოვრეთ. სად არის ჯიმშიტი? დაველაპარაკები. მე რა ვიცი, ფილის. ალბათ ქალაქში წავიდა, მალე დაბრუნდება. წავიდა. თქვა რომ სოფელში მივდივარო. რა? როგორ თუ წავიდა? ქორწილში არ მოდის. თქვენი თავი მე ჩამაბარა. მორჩა, საჭმელი მზად არის. რა უცნაურია? დაჯექი. ქორწილში რატომ არ მოდის? ასე რა ხდება? ჯიმშიტ, ქორწილში რატომ არ მოდიხარ? ან რატომ გაემგზავრე? ასე. მეკ ბევრი ხალხი იქნება, მე კი ხალხმრავლობა არ მიყვარს. უჩემოწადით. ერთი წუთით ჯიმშიტ მოითმინე. ჯიმშიტ. მე დღეს ადვოკატს ველაპარაკე. ასე რომ განქორწინების პროცესს შეუდგა. მინდოდა ეს გწოდნოდა. ვიცი. შენმა ადვოკატმა უკვე დამირეკა. ამიტომ გადაწყვიტა გამგზავრება. რატომ წყინს? ეს თვითონ არ გინდოდა? ეს მინდობილობა შენ არ მომეცი? ასე რატომ იქცევი? ასეა. განქორწინებულები ვიქნებით თუ განქორწინებულები ჩვენს ურთიერთობაში მაინც არაფერი შეიცვლება. უბრალოდ ხალხმრავალ წვეულებებზე სიარული არ მიყვარს. გამიგე. ნაჯობებს მამა ჩემი საფლავს მივხედა. ცოტას დამამშვიდებს. კარგი თუ ასე გინდა? ოღონ თავს გავუფრთხილდი. კარგი? კარგად ხარ? მითხარი. სერიოზულად. რა თქმა უნდა, კარგად ვარ. მუღელა. გამშვიდობისა. მე მოსჩენს მაგვირა დაკოცა. კარგი. გამშვიდობისა. კარგად, როგორ იქნები? შვენივრად ვიცი, იმიტომ წახვედი, რომ განქორწინება გადავწყვიტე. ასია. რა მოხდა, შვილო? ჯიმშიც ვეყრები დაო. თუმცა მისი დაკარგვა არ მინდა. ისევ ამერია თავგზა.
ძალიან გემრიელი იყო, გმადლობთ. ნახონდი შეგერგოთ. ასია, უკვე 3 საათია. ქორწილამდე 2 საათი დარჩა. მოეშვი ჯორჯალს, მე ავალაგებ. მოურჩები და მე წავალ. როგორ უნდა ჩავიცვა? მაჩის ბიუროს შესაფერისად ქორწილის თუ დიდი წვეულების. შენც მოდიხარ? რა თქმა უნდა. უკვე აქაური ვარ. ძლივ საშუალება მომეცა, რომ ყველა გავიცნო. შვილო, ცოტა მოგრძალებულად ჩაიცვი. როგორც ვიცი, მხოლოდ ხელის მოწერა შედგება. თუმცა ახალგაზრდებისგან ყველაფერი მოსალოდნელი. იქნებ მერე ბარში ან კაფეშიც წახვიდეთ. თუ ასეა, სათანადოდ მოვიკაზმები. საღამოსთვის ილიასი უსათუოდ რამეს მოიფიქრებს. მოიგაზმე. ფრთხილად იყავი ასიე მეკდანსაცმელი, ტანზე არ შემოგახიოს. კომისარო, თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს. დროზე მითხარი არ მცელია. თქვენ ხომ იცით, რომ 5 საათზე ზაფერი ხელს აწერს. ვიცი, მაგრამ მე რა შუაში ვარ. ასე ნუ ამბობთ, კომისარო. რაც უნდა იყოს, ზაფერს მართლა უყვარს ის გოგო. უფლება არ გვაქვს ამისთვის გავკითხოთ, მაგრამ უპატრონო კნუტივით მივატოვებთ. კომისარო, თავის დროზე მკვლელებისა და ქურდების ქორწილებსაც კი დასწრები ხართ. როცა საჭირო ყოფილა, მადასაცავად მოწმედ გამოსულ ხართ და მამასავით მხარში ამოდგომი ხართ. ნამდვილი კაცი დამდგარ ხარ. ასია იღე და ყველას შეატყობინა. საღამოს ქორწილში მივდივართ. მართლა კომისარო. არა გეხუმრე. მიდი შვილო, ვერ გაიგე რა გითხარი. შეხედე, რა ლამაზი დედიკო ყავს, მემო. ასია. მზად ხარ? ბატონო სიძებ, შეუდარებელი ხართ. შეხედე, გიძა შენ შეხედე. არა ჩვეულებრივად გამოიყურები. გმადლობთ. შევეცადე ჩემით მოუკაზმულიყავი. სიტუაციის შესაბამისად. კარგი. ასია, მზად ხარ? ნერმინი გველოდება. კარგი, ბალდო ჩავიცვა. მეც დამელოდეთ. შენ გაგვაკლდი. ნერმის უნდა გავუაროთ, პატარძალია. შენ კი მაჩის ბიუროში წადი და იქ დაგველოდე. გიждები ასეთ რაღაცებზე, უცებ მომემზადები და მელოდეთ. და ჯიმშიტი სად არის? არ არის. ჯიმშიტი სოფელში გაემგზავრა. რა? საფლავისთვის ქვა მზად არის და უნდა მივხედოთო. ხმერთა ყველა სადღაც გარბის. მას ჩვენი მშობლები მოვლენ. თუნდაც სულ ნურავინ მოვა. მემო. შენ ერთადერთი მამაკაცი ხარ ჩვენი ოჯახიდან. შენ უნდა დამაქორწინო, არა? ზაფერ, მემოს სახლში ვდოვებ. შესანიშნავია. ასების ოჯახიდან ისე და სოტანი ვართ. ჩვენი მემო ასი არ არის. აბჯია. იქნებ ხელის მოწერის შემდეგ გასართობა წახვიდეთ. მემო კი ხელს შეგიშლით. ჩემს ბიჭთან მე ვიქნები. რომელ გართობაზეა საუბარი? ჩვეულებრივი ხელმოწერის ცერემონიალი იქნება. ქორწილს ვერ ვიხდი. რადგან მშობლებმა ზორგი შემაქციეს. თანაც ეს წეული უფულობა. მთავარია სახლი გქონდეთ და თქვენს ბუდეში დაბინავდეთ. ახალგაზრდობისთვის ხომ ყოველი დღე ზეიმია. შეხედე ბიცა შენს. მე მზად ვარ. წავედით? თითქოს თვითონ თხოვდებოდეს. სწრაფად, გვაგვიანდება. წამოდი. წავიდეთ. ბედნიერ გართობას გისურვებთ. ხელი დაუქნიე მემო. ნახვამდის.
ჭამე და მერე დაწეკი. შეერინო დაიძინებ. კარგად ხარ? Değilim baba. არა, მამა. Hiç iyi değilim. კარგად მართლა არ ვარ. Ne oldu sana? რა მოხდა შვილო? მე მოდასიენ ტოვებენ. Mehmet'im ne? სწორედ ისე როგორც მეჰმედმა და სეზინმა დამდოვეს. ისევ მარტო ვრჩები. ცხოვრება Mütemah. გაუთავებელი განშორებებით არის სავსე. Elimizde შედეგად მხოლოდ ზღვა მოგონებები გრჩება. büyük bir ღმერთმა ასეთი შექმნა ეს სამყარო. Karadeniz'idir. Dünyanın tüm გულს ნო გაიდიხ. üzeri დამეჯერე. როგორ მოვიქცე მამა? მითხარი რა ვქნა? söyle. არ მინდა რომ წავიდნენ. Hiç istemiyorum. მართალი ხარ. Haklısın. მართალი ხარ მამა. მართალი ხარ. უკვე ვეღარაფერს ვიზამ. კარგი. დედიკო, ნერვინ, ბედნიერი მეყოლე საყვარელო. ყვავილები გამომართვი? მოვიდნენ. და წასვლის დროა. ველოდებიან საყვარელო წავედით. ჩანთა აიღე? ყველაფერი ავიღე. წამოდი, ვაგვიანებთ. ილიას, აიღო. მოიცადე, გადავიფიქრე. რა თქმა უნდა დაიგო როგორ არა. იმიგაცილებ და შექმარს თვითონ უთხარი. შეხედე გელოდება. Asiye. ასია. ფეხები მიკანკალებს. ნუ გეშინია აქ ვარ. Nermin. ნერვინ, Çok güzel. ძალიან ლამაზი ხარ. დროზე წავიდეთ, ვიდრე გრძნობა არ დამიკარგავს. ზაფერ, ძალიან ცუდად ვარ. მოდი გავიქცეთ. გავიქცეთ. მოდი. ზმაო ჩვენს დაიკოს გავუფრთხილდე. კარგი? მარტო მოხვედი? უხბროდ? ხო, Hayret, უცნაურია. seni böyle ortamlara... როგორც წესი, მარტო არ გიშვებს ხოლმე. ეს როგორ მოხდა? წესით შენს ცოლთან ერთად უნდა მოსულიყავი. ერთი სული მქონდა მენახა. კარგი, ჩასხედით მანქანებში, წავედით. Hadi gidiyoruz hadi. გადანაწილდით და წავედით. ნაჯიკი. დაჰირო, მოდი საჭესთან მე დავждები. ნაჯიკი დროზე დაჯიკი. ნერვიულობისგან შეიძლება გზაც კი აგერიოს.